რაჭა. რაჭა და რაჭა. ქართულების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. და მე. ნახოთ ახლა კამერამენ ნევერ და ის როგორ არის. ან ჩვენ. რომლებიც სულ ცოტა ხანში მივხვდებით, რომ აქ წამოშლით ერთი დიდი შეცდომა დავუშვით. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ რატო. რადგან ვცდილობთ მივყვეთ გეგმას, რომელიც საერთოდ არ გვაქვს. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და მგონია რომ საინტერესო ვიდეო უბრალოდ არ გამოვა. სანამ არ დავიწყებთ ნამდვილი ხინკლის მოხვევას, ოჯახებში სტუმრობას, სოფელ-სოფელ სიარულს და კიდევ 1000 რაღაცას, რასაც ამ ვიდეოში ნახავთ. ხო და სწორედ ამ დროს მახსენდება, რომ თავარი მიზანი იყო სწორედ ის, რომ მიიღო გამოცდილება, რომელიც საერთოდ არ დამიგიგნობს. ნახოთ როგორია რაჭული ცხოვრება. მოკლედ რაჭაში ჩვენი პირველი გაჩერება არის კარავანი. ეხლა განახებთ როგორი არის და რატო ამოვედით საერთოდ აქ რა. მეორე შესაძლებლობა ქონდა რომ ამოსულიყავით კოტეჯებში, სასტუმროში, მაგრამ მიზეს გეტყვით პირველ რიგში გარემო. ეს არის გარემო, სადაც შეგიძლია მეგობრებთან ერთად ამოხვიდე, რაც კიდე ის გააკეთო, დინამიკები ამოიტანო, გიტარა ამოიტანო, წვადი შეწვა და ხინკალი მოხდე, რომელსაც ცოტა ხანში გაჩვენებთ. მაგრამ ჩვენს კარავს განახებთ რა. აქ რა მოდიხარ კომფორტისთვის არ ამოდიხარ რა, აქ ამოდიხარ გამოცდილებისთვის, რომელიც გელოდება რა. ეს გამოცდილება არის რაღაცნაირი აი მოკემპინგოსავით რა. Hoppa. აგერ შემოდიხარ, ჩოვლებრივ საძილე ტომრები არის, გძინავს ძირს. ამოხვალ, დაიძინებ. იდეაში აქ არაფერი არ უნდა აკეთო იმის გარდა, რომ ისე ირნო ილაპარაკოთ, გაერთოთ. ღამე დაიძინებ, მერე წავხვალ. სიო, მორჩა. ეხლა წამონ გარეთ დავუსვენოთ. ოხ. დავკეტოთ რამე არ შეფრინდეს. ღამე რაღაცა არ მიკბინოს. არ გამაგიშოს. ძალიან კაი ადგილი არის რა. მითითებული იქნება. შეგიძლიათ გადახვიდეთ, მობრძანდეთ, მოკლედ გაერთობით ძალიან მაგარი. მარიამი დაგვეხმარება ცოტა ხანში, რომ მოვახვიოთ ხინკალი და ხინკალი არ მომიხვევი არასდროს და რაჭაში უნდა მოვახვიო ხინკალი. ესე ჩვენი მასპინძელია თქვა. ვაიმე ჯუღა. სანამ ხინკალს მოვახვევდით, ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის თულუღის მღვიმე ეჩვენებინათ. ნიკა ხო? ნიკა გიო? ალექს, კაი, სახელებს დავიმახსოვრებ, ცოტა მე მიჭირს, მაგრამ სანამ ხინკალს მოვახვევთ, გავალთ მღვიმეები სანახავად, აგერ ბიჭები დაგვეხმარებიან, ახლა ეგ მღვიმეები რომ ვნახოთ. შორსა აქედან? თუ სად არის? სასიარულოდ კაია, ხო? კაი, წამოვიო ჩვენი რამეთის. ვახჩი. როგორი სიტუაციაა მან? აქ მოდივართ ახლა თუ არ შეგწევდა, თუ კაი სიტუაცია იყო, ჩავიდეთ. ამ 30 გრადუსიან სიცხეში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჯინსებით სიარული. თუმცა მეგონა რომ მალე მოვიდოდით და სწორედ ამიტომ წავედით. მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. წამოგვიყვანეს. მოვკვდი მე რა უფლიანი ვარ, აღარ შემიძლია. და მზე აჭერს სასწაულო და აღარ დაკათე. აღარ მინდა მოვახვიოთ ხინკალი და წავიდეთ. აქ შეიძლება мотиваცია დამეკარგა, მაგრამ იმისთვის რომ мотиваცია არ დამეკარგოს ვიდეოს გადასაღებად უნდა გამოიწერო ჩემი არხი. ვახციდეთ, ყველაფერს ვიცავ. გამოქვაბული შესასვლელი აქედან? დაილოცო სიგრილეჩი. აქნევა. კიდე შესასვლელია რამე? დაოჩ. კიდე რაღაცა. ვახ. ნახოთ ახლა კამერამენ ნევერ და ის როგორ არის. ნახვალ თუ გავიდე. ვახჩი. დავა. ვახ. ნევა. აქეთ რა, აქ. დაგუბებულია წყალიც. აი მოიცა. ვახ, რა ცივი. აქ ადგომაცონს რა, წავო. ახლა დაო. აქ გიბანავიათ? იქით კიდე არის გაგრძელება? ჩვენ ხარ შევიდეთ პირველად. ჩავიცვათ და რა შევიჩი. მე ანუ მეორე უფრო დიდია? დავაი მეორეში გადავიდეთ ეგრევე. ხელებს არ დავადგა მისე გამოვიდი. აი. ესენი წვიმის ახსენ ხარ. აიცე. ბიჭო, ბალანსი ვარ მე. ამასობაში მეორე მღვიმის სანახავადაც წავედით. სადაც გზა და წყალსაც ავისვნახეთ. იქ სანამ წრეს დავარტყავ, მოიცა რა. წამოთ ბიჭებო, მე გაჩვენოთ ახლა სად არის მღვიმე. ხო გაინტერესებდათ? აბა რა არის? მღვიმესთვის მოდივარ, მღვიმე არ არის. აბა რა არის? წყალსაცავი, მაშინ ჩავხდეთ. წამოდით. ბიჭო, შენ ხო გითხარი არ გაცდეთ ხო ჯგუფს? გადმოდი აქეთ. ეს ადგილია, ჩანჩქერი როტყიასავით მოდიოდა, ხო, მაგრამ ეხლა არაფერი არ მოდის. ეხლა წყლის გამო უკადრებელს უკადრებდი და აუ რა სირია.
აღარ შემილია, ძალიან ცხელა მართლა. იფილტრება. ცუდად გამიშვა. ხინკალი მინდა მოვახვიო. როგორ მოვიარეთ? დაჭის 3 მღვიმე. 3-ია, ხო? 2. 3 მღვიმეა თუ 2? 2 მღვიმე და 1 წყალსატევი. ხო? აი, მას წავედით მეორე მღვიმეში. ერთესად. ოქი. შევით. შესადოდი ხარ ეს არაა ნორმალური. გადავიდეთ აქეთ? ესო გაეშვას, წავიდეთ ხო? მოიცა. აი, სანამ არ მოვისვენე, მაინც გადმოვედი. აი, აქეთ აზრი არ აქვს, ისინია სულ კენები. აქ რომ ჩავარდე. სიო, ჩემი კარიერა მორჩა. ამასობაში მეორე მღრომაშიც გადავინაცვლეთ, სადაც უკეთესი გასართობი დაგვხდა. აუ, ამხელა არის. არის? აი ის. მოდი მოვინახულოთ დათრობა ეთი აქ ნახება. ეხა იქნება შიგნით? ე, ნორმალური ხო ხარ, რა შიგნით იქნება. ერთოთახიანი ჩეხური? დავგჭამენ. უახჩი. აღმაბორას. ჰეი, არა. აქ წალია ზეგონა ბევრი. მოდი შენა წავახსნა. მართლა ვაშკი. მართლა ვიღაცა ჩავხმები შეხოვები. დგურიტი მოკრინავდა ორანინა. მეშოშანი მეგორა ორანინა. ფაჟაცარგის ზოგორახე ორანინა. გოაჩემი მეგორა მეგონია რომ შევიწვიო ჩემოდენი ხაიზავო. ბავშვებო, ჩვენ არ მივიცი. დიდივით გამიბრინდება. მე არ ყოფილვარ ყველაფერზე ძალიან. ამასობაში სიმღერით როგორც იქნა უკვე მივედით სახამდე, სადაც უნდა მოგვეხვია ხინკალიც. ასე რომ შეუდგათ ხინკლის მოხვევასაც. ხევოდეთ დარჩენილ ხინკალს ხალხშევს. ეს მარიამია. სწორედ მარიამი აღმოჩნდა ეს ადამიანი, ვისის წყალობითაც კარავანი ვიპოვეთ. ასევე მისი დახმარებით შევძლებ ცხოვრებაში პირველად მოვახვიო ხინკალი და გაჩვენოთ ჩემი პროფესიონალიზმი. ხება მარცავს ხინკლისთვის. პროფესიონალიზმი ახლა. დაცინობს არ ვართ. არც კომენტარებში ეს კომენტარებში დაწვეთ აზრზე არ არის. პროფესიონალური სინერგიათ ხა. როგორ რამდენია? 19 ესე იჭერა მოხდა ესე ნაპირებს აწეპებ ერთმანეთზე რომ დოსო? ერთი გამოვიდეს. ხო და რა ბოლოს უნდა რა სამაგით? არ დამტოვოთ. ხო რა. ეყო ამდენი ხორცი? არა ეგ რა. კიდე? არის ხინკლის ახალ გავს. ვერ გასწავლეს სწორად. პირიქით უნდა ქნა. რატო კაცო? იქნებ გამომივიდეს. მიდი თუ ხო. როგორი? ნახე რამდენი ამოსახვევი. რა ბაბა? ესე წავიდა. აუ ეს უეჭველი გაიხსნება. ისიც. ისიც? ახჩე.
ამა გასწორა იმენა მედი აუშვი. რაღაცა ზელოდება ის რა მეცი? ხინკლის მოხევა საბოლოოდ ყველამ შევძელით. მაგრამ ეს ხინკლები ცალკე ქოფში გავუშვით. ჩვენ იგი გარეთ მამა პაპურცეცხლზე დავდგეთ, რადგან გვაინტერესებდა რომლის გაიხეოდა. თან პროფესიონალებს როგორ შეეფერებათ მაინც. წამოც განახ როგორ უნდა ჩაყარო ხინკალი, წამო. ვახ, ძალიან ცხელა. პირდაპირ ჩაუშვა? მე პროსტა გამოწევ როგორიც. ვახ დავიცი. ოპერაცია ჩატარებულია. ეხლა ჭამა ყველაზე მთავარი. აქედან თუ რომელიმე არ გამოვიდა, ჩვენ არ გაგვიკეთებია. წინ კაი მაგრამ ზურგზე რა დაგა. არ ვიცი, მე პროფესიონალი ვარ, ხო ის წინ უკან ფქვილი უნდა იყოს, ის კი არა ვარ. არ მინდოდა დასრა ფქვილით. ხინკას აქ ხარ მოვახოვდი, ვიყიდე მოხვეული უკვე წისკოში და მოვიტანე ჩასაღრელად. დაუქნე ხელი. ამასობაში დრო იყო დაგვემეუნებინა ღვინოც და ჩვენი მოხვეული ხინკალიც. ამოვიღებ ჩვენს ხინკალს გაკეთებულს რა. ვაფშე ყველა ხინკალი რაც არის მაგაზე უკეთესი იქნება ზუსტად ვიცი. ვახ, ვიღაც ისი გახსნილა. ნეტა ვისი გაიხსნა. წავედით, ახლა გავუსინჯოთ ჩვენივე ხინკალი. ვიღაცა იძახის. კეთილები ხართ. ჩვენი თავარი აზრი რა არის, რომ გაიხსნას არომატები ჰაერში ტრიალის შემდეგ. კაია, გვინა ძალიან კაია. ჩვენ ესაც გემრელი. აი, ოჩახ. აი, ნიკამ გადაიღო პირველი ის ჩვენი. იმედია კარგად იქნება. დასწრებული გემო აქვს რესტორანში გაკეთებულთან შედარებით რა. მე ხა გავსინჯოთ ჩვენ. ახლა ემოციების ზღვა. და ჩვენი ხინკალი გახსნილი არ არის. შეავჩნე. წვენი აქვს ძალიან მაგარი. იდეალურესი აი მართლა. სასწაული გამოაქვს. იქან დაგვაჩერდა ჯარო, რომელიც წააგებს აზიდლებში, ის ჩახდება აუზში ეგერ. ახ, დამიჭირა დაჭრელი არწივი. ჯერ ხო მატარა, ღვიმე ციცხეში. 1 2 3 ბათოლე. 6 7 აზრი არა. ოღონდ გაშავდი. ერთხელ მოგებული, ყოველთვის მოგებული. ეხლა თუ შეიძლება კადრი გადამიღეთ, როგორ ხდება აუზში. ოპა რაჭაში ცრიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გავიარე. ამათ ეგონათ მარტო ჩავიდოდნენ ბიჭო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რაჭაში და ჩვენს ვიდეოების ხარისხზე ზრუნავს რა თქმა უნდა iSpace-ი და მადლობა მათ ამის. აუზში ცურავების შემდეგ დავისვენეთ. არქნო. Dade თავი, dade. Was ხა აქ ცეცხლის ირგვლივ ვიმღერეთ და ვილაპარაკეთ. საიდანაც ხარი ქრონა და მეცი არ მოგებარე ნაგადოცე გოგონია ენაცვალე ორამდენჯერ გაგვეცნია ჩვენი თავი ღვინოში ორამდენჯერ გვიდირია ჩუმად სასადილოში ღვინო ჩემოსია მაყევ ღვინო შენი ჭირიმე შეზესოდის თქმელი კაცი ვერსად გამოვიჭირე შემოარებული ის არ ხოლია მაგრამ საფლავში ჭიმრიმე არ ჩხოლია ამასობაში კი მეორე დღეც მოვიდა. დავტოვეთ კარავანი და სანამ სოფლებისკენ დავიზრებოდით, გზად მდინარეზეც გავედით. საშალო მინდა ორი ცალი ლორით თუ შეიძლება. წავიდოთ. კაც დაბადების დღე აქვს და ჩავარჭოთ სამთელი ლობიაში. აუ ძალიან ცივი წყალია. კი ჩავედით უკვე, მაგრამ მაგარი ცივი წყალი. აი იქნა შემიძლია უკანასკნელს გაკეთებ. გვენდეთ რა კარგად ვერთობით. მდინარეზე ბანაობის შემდეგ დასაბინავებლად ქვაბტკარის კოდაჯებში მივედით. კამერამენი დაკავებულია, თორე გეტყოდით, მაგარი ბიჭია თქო.
ეხლა ვარ ქვაბკარში, კოტეჯები არის, 3 კოტეჯი არის, ძალიან კარგად მოსასვლელ ადგილას არის, მაგარ ხედზე არის და უთფად რუმ ტურს გაგეკეთებინებთ. კოტეჯში დაგხვდება სიმყუდროვე და სისუფთავე, ორკაციანი საწოლი, მაგიდა, სამზარეულო, მაცივარი, სუფთა სააბაზანო და მეორე სართულზე განთავსებული კიდევ ერთი ორსაწოლიანი ადგილი. აქეთ საკუთრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს სუფთა, როცა სადღაც მოდიხარ, იმიტომ რომ შეგვიძლიათ მოხვიდეთ, მიწეროთ და უყურებთ ლინკს ნახავთ აღწერაში. ეს არის სიყვარულის ჩანჩქერი, უთფად შემოვირბლეთ. შევიდე იქ. ეხლა მაინც იქნებ გვეგირსოს რაღაცა, რა ვიცი. ხوخ დავსულთჩა. დადიბოს. პაპასტია ლუკა ერთი ორი წუთი უნდა გავშერდეთ თორე. ცოტა ხანში შოუში ავედით, სადაც კონკრეტული ადგილის შემდეგ გზა ვეღარ გავაგზავნეთ. ნუნახეთ სტიქიის ზონის ნაწილიც. გადავიღეთ რამდენიმე კადრი. ეხლა ვარ შოუში ამოსულებ. სადაც სტიქია მოხდა მაგ ადგილას, ფაქტობრივად სტიქიის ზონას ახლა რაღაც გადასაღებად ამოვედით. სოფლებში არ ვარ შესულები. ეხლა ვარ დღებში. აი, რა ლამაზია. ნახე რა ლამაზია. არა საქართველოს რაჭა. ნახე. ლები დავდივართ მანქანით და აქ არის ერთი თუმცა. დღეს არის ელიაობა სამწუხაროდ შოდაში არიან ასულები მთაზე, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვერ ავალთ, იმიტომ რომ ცხენებით არიან გადასულები. აქ ცოტა ხანი ბავშვებთან ერთად ფეხბურთიც ვთამაშეთ. ჩვენ მე და ლუკა ვიქნებით და მიშო კამერამენი. ვაიმე. ვახ. ბავშვებ. გადავიდა. ოპა. აგაუმასე სიმონ. ეს არ ყოფილა ძმაო მესი. ეს ყოფილა პესი. წავედ. ვახ, მუხლი მივარტყი. აგერ ღებში ერთ-ერთი ბავშვს ვეთამაშეთ. გადმოგირიცხოთ? არა. ვახ, რატო ვიფიქრეთ რომ აქ შეიძლება და გადარიცხავენ ბარათით გადახდა არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ქეში უნდა და თქვენ გაითვალისწინეთ შემდეგ ვითვლით რომ ქეშით წამოხვიდეთ. ჩემთან სოფელში იგივენაირია. უწერაში. წავედით ახლა უწერაში. თამაშის შემდეგ უწერაში ნიკა მეტრეველის და ირმა რეხვიაშვილის ოჯახს ვესტუმრეთ, სადაც მთელი გულით გაგვიმასპინძლებდნენ. ნუშა? იშო. მოგდამდეთ. როგორ გაიხარ? მოიერეთ ზევით. ხებში ვიყავით ასულები და ოდეოდით იქით-აქეთ, მაგრამ ცხენებით ვისაც ყავდა, ყველა ისინი არიან იქით ასულები. თაში. გამარჯობათ. ძალიან კარგი სასიამოვნოა. ხე აგრე ბრძანდებით. მეტრევლები. როგორ? მეტრეველი. აქ არის მეტრევლების სოფელია. აქეთ რა საქმიანო, თვითი ხართ ხოლმე დაკავებული? ჩვენ ყველაფერს საქმიანობ. ვინ ხო არ აგეთ ჩვენ ხოლმე? კი, ჩვენ საქმიანობ. კი. ჩვენი რამე სხვა და ჩვენი არ მაგდონეზე არ უნდა. ჩვენი ვენახით გვაქვს ეს დალავრებით გვაქვს და ვენახით გვაქვს და ფაქტიურად ჩემი მეუღლე და 2-3 ვისაც კიდე ვენახს ბოჟია უძენაში. ძველშავი და სხვადასხვა ვაზები არის. ეს არის ვიჩინა. ვიჩინა მოხაშოთ ვიჩინა. რამდენი ხანი გიყიდიათ ხოლმე? ერთი თვე შეიძლება მეტი. ჩვენ ადგილობრივები ვართ, ხო, აქაო. რამდენი დიდი განსხვავებაა ახლა აქ ზამთრში და ზამთარში? ზამთარი აქ 10 მეტრი თოვლი მოდიოდა. დიდი თოვლი მეტრაზე მეტი მოდიოდა, თოვლი მეტრა ყველაზე მინიმუმი. აკლებია. აქ ცოტა ვისაუბრეთ და ასევე დავათვალიერეთ ეზო, სადაც გაშენებული ქონათ სკები.
ამის შემდეგ კი ვიჩნით და ოჯახში დაწვრილი ღვინოთი გავგვიმასპინძლდნენ. ესაა ჩვენი ნატურალური ღვინო. ვენახიც და ტალავერი ერთად. აუ როგორ გინდა არ გასინჯო. ყველა გასუნდოთ. დარჩენა შემოთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დარჩებით ბატონ მიკასთან. ბატონი გაგვიშალეს. ახლა ცოტა ხანში შევჭამთ. ტრადიციისამებრ, რა თქმა უნდა, პირველი ჭიქა შევსვით. მინდა რომ პირველ რიგში მადლობა გითხრათ ჩვენი მასპინძლობისთვის. ღმერთის წყალობით მინდა რომ ამ ადგილს დათქვენ ოჯახს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყველაფერი კარგი უსურო, ისეთი უსურო, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრება გულით გინდოდათ და მალე აღსრულებოდეთ ჯერ კიდევ ის რაც არ გაგიკეთებიათ და რაც გულში გაქვთ ამ ადგილასაც, ამ ადგილის გარეთაც, ცხოვრებაშიც და ოჯახშიც. რასაც მე ვერ დაგლოცავთ, ღმერთი დაგლოცავთ და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. აქვე ლაპარაკში დავაყოლეთ მეორე ჭიქა, მესამე ჭიქა, მეოთხე ჭიქა, მეხუთე ჭიქა. შემდეგ უკვე ცოტა წავიხემსეთ. მეშვიდე ჭიქა, მერვე ჭიქა და ბოლოს უკვე დრო იყო რომ დავშვიდობებოდით. დავუძებით ჩვენს ნამარად. არ დაგვაღამდეს. მადლობა ძალიან დიდი ყველაფრის. კარგი ადამიანები ჩამხართ, კარგი ბიჭები, კარგი ქართველები. ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება ამოგიშალოთ. კარგი დაოჯახება. ამრავლებული ყავით და სიკეთე მოგეტანოთ ქართველებისთვის, საქართველოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგილოცოთ ზადაკვალი. კარგი სიტა და კვალით გევლოთ. წარმატებები თავის საქმიანობაში. წარმატებები თავის საქმიანობაში, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ადამიანები იყვნენ. მართლა ახლა თქვენც უგვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის. ძალიან იდეალური დაგვირგვინება იყო დღევანდელი დღის. მოკლედ ახლა ნასვამები და კაი შეჟუჟუნები ჩამოვედეთ. მჟავეწყალი უნდა ვავსოთ. წამო, განახებ მჟავეწყალი სად არის? სად არის მჟავეწყალი? წყარო ნაპერტყალა აწყელი. წყარო ნაპერტყალა აწყელი. ფუ, წყარო ნაპერტყალა აწყელი. წყარო ნაპერტყალა აწერია, შეგიძლიათ აქვიდან გადმოუხოთ თუ არა. ეგრევე არის, აი შესასვლელი მარტივად მიხვდებით მოკლედ რა. კაი, წამო ახლა ავსოთ ეს უცბად. სიყვარული სადღეგრძელო როგორ არ დამელია. აბა მჟავე, ეგე. ამუსე. ჯერ გასინჯე, აბა. ჯერ გასინჯე როგორია. კაი, ავსე და სახშავლოთ. არ მინდა ჯერ მე. გასინჯე. არ მინდა. მე გიგულობაზე აღარ აი. არაფერი გემო არ გაძეს, ამას ინახავენ ალბათ, არ ვიცი. ჯერ ეს როშიანჭრევ არომატები უნდა გახსნა რა. ხო, ნუ მოკლედ, რო არ ვიცანცა რომ ზედმეტ რაღაცების გარშე შეგიძლიათ უწერაში, წყარო ნაპერტყალში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ აგერ როგორც განახეთ გადასახვევი და ჩაოლება მჟავე წყალს ავსებთ ძალიან სასიამოვნო დასალევი არის. გამისინჯავს, ოღონდ გამისინჯავს ყაზბეგში. ნუ თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ ავსოთ და დადეთ გემრიელად რა. ხო, რაც შეეხება ჩვენ სიმთვრალეს, რატომღაც გადავწყვეტეთ, რომ უნდა გამოფხიზლებულიყავით და სხვა გზა ვერ ვნახეთ. ბოლო დღეს კი ბარაკონის ტაძარში შევედით. ბარაკონი არის ძველი ქართული გუმბათოვანი ხურათმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი ძეგლი. ის რიონისა და ლუხუნის შესართავთან, ულამაზეს კლდოვან კონცხზე მდებარეობს. გაშენებულია 1753 წელს რაჭის ერისთავის როსტომის შეკვეთით. საბოლოოდ კი კითხვას ჩემს თავთან, შეცდომა იყო თუ არა რაჭაში დაუგეგმავად წამოსვლა, პასუხი არ გააჩნია. რადგან ორივე შემთხვევაში შესაძლებლობა გვაქვს, რომ შევქმნათ ამბავი, რომელსაც მოვყვებით, რომელიც გვასწავლის და რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ყოველი ნაბიჯი, სიცილი თუ მომენტი ამად ღირდა. ბოლოს კი ერთადერთი რამ რაც მეთქმის არის ეს. ჩვენ რაჭაში კიდევ დაბრუნდებით. ეს იყო ჩვენი რაჭული ცხოვრება 2 დღით.